ილამშვიდობის მეგობრებო, ჭაბამ სადღაც ვარო და იპოვე ხა. გიუყენია აგერ. ავისი მონსტრები, რაც კრეალებული. მოკლედ დღეს გვაქვს ალკატაბაწყურის ტრეკი. ძალიან საინტერესო გასვლა იქნება. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ თოვლი მეტნაკლებად გამჯდარია და შესაძლებელია კარგად ვიაროთ. სად წავიდა ეს კაცი? აი გამოჩნდა. აუ ხარ ჯაბა. ეგრე სამბახო. ავედი. წავედი. იცით რომ ძალიან გვიყვარს თოვლი, იცით რომ ძალიან გვიყვარს ნამქერები. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ საყვარელ ალკატაბაწყურის მიმართულებით. ამ ხელა პაუზის მერე გასეირნება. სოკარზე ბირჟა გახადეს აგერ ბიჭებო. მოკლედ მეგობრებო, ბევრი ინფორმაცია ტრიალებდა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ბენზოგასამართ-სადგურებზეო სუპერიო გაფუჭებულიაო, ანუ ვადაგასული ისხმევაო და რაღაც ჯელისებრი წარმონაქმნი აქვს და მანქანებს აზიანებსო. პირადად შემიძლია გითხრათ სოკარზე, რომ ეს მასი არ არის პრემიუმს და სუპერს ვასხავ ფაქტობრივად უმეტეს შემთხვევაში და არანაირი პრობლემა არ ქონია. ანალოგიურად დღესაც ბიჭებმა ჩაასხეს და რა ვიცი, ჩემი ოჯახის ყველა მანქანა სოკარზე ვართ მიბმულები და სოკარს ვასხავთ, ასე რომ სოკართან დაკავშირებით რეკომენდაციას გავუწევ ყველანაირად, რომ სუპერს არანაირი პრობლემა არ აქვს. იცით კარგად, რომ სერიოზული ლაბორატორიები აქვს, მოწმდება საწვავი თავიდან ბოლომდე. გამორიცხულია ესეთი რამე. მოვლენ ახლა ბიჭებიც და გავიძვრებით წყნეთის მიმართულებით. ლაშა, სად დაგვეკარგა, ლაშა, მოგვიყევი აბა. ახალი და ძველი. რაღაცა თოლმა მიგვატოვა და მე გადავერთე თოლის ოფშორზე და თოლმა კი არ მიგატოვა, დაუბერდით მე მგონი სულ ყველა ერთად. ნელ-ნელა ინტერესს კარგავთ. არა, ეს ისეთი სპორტია, ვერასდროს ვერ დაკარგავ ინტერესს. ერთხელ თუ შეგიყვარდა სანამ არის ბოლო გასეირნება, უნდა ყოველთვის გავაკეთოთ თოვლში. ეს არის თოვლის ბოლო გასეირნება და თან მაგარ ტრეკზე ალკატაბაწყური. ჩემი საყვარელი ტრეკია რა. პირველ რიგში უსაფრთხო და მეორე, რაც ყველაზე ყოველთვის მნიშვნელოვანია, თოვლია და ყოველთვის გასართობია და ნამქერებია. შევიკრიბეთ და გავდივართ. ჭაბა ნამუსი ააგდეს და წამოვაყვანინეთ რაპტორი. ჩუსტებით. ბრონკოს რაპტორი. ნახოთ აბა როგორი ვნის. სხვათა შორის საინტერესოა. დაგვეწევა ეხა გზაშია, საწვავს გადავავსებთ და დიდი ალბათობით ველოდება კარგი მაგარი გართობა. თითო გითხარი აბა ბაგების თემაში ერთი. ყველაზე ჩახედული შენ ხარ ყველაფერში. ამდენი ხანია გიყურებთ ხოლმე YouTube არხზე. რა ვიცი რა გითხრათ აბა რა გაინტერესებს და ბოლოს რომელია ყველაზე გამომდგარი ბაგი? რომელმა გაამართლა აი მუგზოობაზე ხო დადიხართ ხშირად? გამძლეობიდან გამომდინარე და ნაკლები სერვისი სჭირდება Honda-ს რა. Honda ტალონი არის, რომელიც დაახლოებით უკვე ერთი 5 თვეა რაც ამყავს და ლუჩი არ მიხმარია, საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია რა. ხელი არ დამედია, ხოლო ზეთები, ფილტრები BRP?
მავერიკები? კარგია რა, სიამოვნებას განიჭებს, სწრაფია, მაგრამ მან სერვისი სჭირდება. BRP-საც და Polaris-საც რა, ორივე სერვისი. აი BRP და Polaris შორის რომელ არჩევანს გააკეთებ? მე მაინც Polaris-ზე მქონდა გაკეთებული არჩევანი, იმიტომ რომ უფრო სპორტული იყო, უფრო შეგრძნება უფრო მეტი აქვს, აი. Polaris ხო უფრო მაღალზე დგას. ხო, მაგრამ აი თვითონ შეგრძნების დონე, აი საჭირო გიჭირავდა, რა, უფრო შეგრძნებადი, უფრო იმოჩირებ. BRP-ს სხვა ისა, უფრო მეტი გაშლები აქვს, მაგრამ თვითონ შეგრძნება არ მომწონს და არც მე მაგალითად ეგ გემოვნება ეს არის, აი დაბლაზი ხარ რაღაც. როდის გეგმავთ ახლა ახალგასვლას? ავიც ახლა უკვე დავიწყებთ რა, სავარაუდოდ ერთ-ორ პირაში კაი გასვლას ვფიქრობთ რა. მასშტაბური გასვლაც გვინდა რა. ბაგების? ხო, მასშტაბური. რამდენი გროვდებით ხოლმე? გორიდან გადიხართ? გორშიც შევგროვდით რა, კარგა ვართ რა, მარტო გორშიც ვართ ერთი 10 ბაგი გორშიც ვართ. და რამდენად ხშირია დაზიანებები აი რომ მიდიხართ გზაობაზე? აი რომ გითხრა, თვითონ გასვლის დროს თითქმის ნაკლებად გვიზიანდება რა, მაგრამ სერვისი სჭირდება რა. მე მაგალითად ერთი ბაგის ფული ღვედებში მაქვს გადახდილი რა. ერთი ბაგი მომივიდა. ეგ უნდა მეკითხა ახლა, იმიტომ რომ ღვედები ერთი ბაგი ალბათ იმ ღვედებით მომივიდოდა რა. რა. მე ღვედს ვაფუჭებდი რა. მოხმარებაზეა რა. ღვედი არის როგორ ატარებ? აგრესიული მართვის სტილი გაქვს, მალე აფუჭებ. მეც მარა დადიხარ, ეს დადიხარ, ხო რა. ვარიატორის ეგ არის მაგათკივი. ეხლა აი ხო რაც ხონდა მყავს, აი ჩაბჯენილი გაზი დავდივარ, ნაცნობია როგორც იქნა ეღირსად. წავიდა შრომა. ჩვენი ვერსატილები 37-იანები. ჩაკო მოვა ახლა მოხდეს კიდე ალბათობით ჩაკოს წინ დავაყენებთ აუშვით ოგროებს და გასწორებულია მგონი მაგაზე ვერტობით როგორ იქიდან მონაცემები და აი დავაი მიდი რა ახლა ის კოდი გაუწერე? ყველაზე პატარა დისკები ამას აქვს 15-იანები. და ყველაზე დიდი გაშლა ამას უნდა ქონდეს. უნდა იეროს რა. ხო თუ დაუშვებს. აშვებული არ არის. ასე შევდივარ. მგონი არაფერი მნიშვნელოვანი არ არის.
დაიწყო გართობა. საკო მაიმუნობს. ამოვიდა ლაშა. მნიშვნელოვანია იპოგზა, მიწიანი გზა. გამოდი, ჩაადგი. ვალე. საბურავები ვერაფერი საერთოდ რა გაიგიშა თავი რა სამბეზია დაშო 0-ზე 0-ია -2-ზე გაბრუნდა უკან იმიტომ რომ საბურავები საერთოდ ვერია რა საბურავებმა პლასტიკზე აქვს კიდე გავაგრძელებ გზა დაიხმარებიან ახლა წითელ რანგერსაც გაიყვანეს სამშვიდობოზე უკან და ჩაუვლენ დაბლა გავაგრძელებთ გზას. ნახოთ აბა წირა გველოდება. ლაშა ხო ხარ ხოძე ლაშა? გადავხნათ ინდორველები. Onu geçelim onu.
მოვედით ორ კლდეს შორის. ახეთ რა არა საინტერესო ადგილია. უკვე შეგვეშინდა. აი ესე უნდა ავიაროთ. აქეთ აიღე ცოტა, აქედან დადეგე. საღო, ლაშა. მოუარი აქედან ჩემსკენ წამოდი, არ გაგაჩეროს. ჩემსკენ. აი მასე. შაკო. არის ყველაზე საინტერესო ასასვლელი. აი ესე უნდა ავიდეთ. თუ არა და შემოვლითი გზა გვაქვს. აი წეს ხოხვა ნახოთაბა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი დადაბლება თუ რამე არსებობს ის უნდა გამოიყენო. ანუ პირველი დადაბლება და ბლოკილი აი ესე ხოხვით ძალიან ნელა არ უნდა გიღალატოს ნერმა ესე უნდა იარო. კარგად მიდიხარ, მაგრამ გზა ხო იცი? ლელა დაიწყე. ჭირს. რამდენზე გაქვს საუბრობ? 0.5? ო, მაღალზე. მარჯვნივ აიღე თორე, მაგე დიდია. მარჯვნივ კიდე. დადგება. არ მოუმატო სიჩქარეს, აი იდეალურად მიდიხარ. როგორ არ მოწონს, არა, არ ვარია. და დაგეშვა საფურავი ცოტა კიდე. მიდის რა გინდა? ანკი. ბიჭები რა შვება? გამოვიდა ჩვენ ატკებში ჭკვიანი, ფოტოშორის ძალიან ჭკვიანურად იქცევა. ნაკლები წონა აქ და ამოიკატავა. აქ დავდგებთ უკვე. აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი. ადვილად შეძლებენ ამოსვლას. ყველა თუ არ დააბუქსავა.
კაი, აიღი აქეთ ახლა გეყოფ. ძალიან ახალი. მარჯვნივ, კიდე მარჯვნივ. აი ამ გზას გავუყრები რა. კიდე მარჯვნივ აი. არა, ნელა. და მეტი უნდა დაგიშო რა. როგორც კი წინა ღობა ხდება. ცდილობს რომ დაბუქსავდეს. აი ახლა აქ მეგობრებო, ვიყავართ დაახლოებით 3 მეტრიან ნამქერს. აი მთის თავი გასწორებულია მეორესთან. რო დაგვეშო კიდე საბურავი 0-1-ზე რას იზევთ. აი დააგვირდით რა. 0-5-ზე დგას ახლა ბედლოქის. საბურავი ეს რო იყოს 0-1-ზე. რამხელა დაშვების უნარი აქვს და რამხელა გაშლის საშუალება აქვს. გინა 17-იანი დისკზე, ახლა ჩვენ შემთხვევაში 15-იანი დისკი აღენია. всё, გადავიდა. და იტკებნა და ბიჭებსაც აღარ უნდა გაუჭირდეთ, მე მგონია. შედავით მოდიან. საღო. შორის მინდა აღნიშნო რომ დათო ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან ტექნიკურად ადის. დიდი ხანი არ არის ჩვენს გვერდზეა და ძალიან მოვთხოვს ამ ბიჭის სიარული. აუღელებლად ცოტანად. როგორ მოგწონს დავით? ესე არტიოთ ჯერ აქ არ უსულს. ჩვენ სადამდე გავედით მაშინ? აი ძალიან დიდი თოვლი როი. ამის შემდეგი საღოლ შაკო აი ეს არის 20 სადავლები არ გაგეცა გზაზე რატო არ დგეხარ აქეთ? ახალ გვალს ჭრი? რა ულაში? აი პატარების უნდა გვეცადა თავიდან. და თაზე რა მინდა იცი, აი აქედან პირდაპირ რო ავიდეთ, მაღლა ეგ ძალიან მაგარია, მაგრამ წავიდეთ დაბაწყურისკენ. იქაც ბევრი გასართობაა. ვეღარ გადავედით, მაგრამ ეგეც. ხო. ხებზე რა კიდია დისკები გიყენებენ. მე შეგორა მომდეთ. კაი რამე გველოდება. მიყვარს ესეთი თავგადასავალი. აი საინტერესო, სადაც ტექნიკურად დადიხარ. სადაც აი შენ გამოცდილებას კი გაუშვი ჩაკო. შენ გამოცდილებას აზიარებ, ეგ არის მაგარი. აუ იქ ისე გადანამქრულია რეალურად, რომ მანქანა საერთოდ დადგება, აბა ახლოს მივიდეთ. შაკო. საიდან იწყება თან? არა ძმა, აქედანვე უნდა დავიგეთ. იქ აზრი არა, იქ რა შევიდეთ, სუნამქერია. ეს ზვავივით არ ჩამოწვა, ზედ არ დაგვაწვა, სუნამქერი. აი ეს. მარცხენა, აი გზა, ეს ესლელი. გზა რა, მოიჩეს ესლელი. ვერძე და შეგოს. ნახე, სულ ჩამოწოლილია შეხედა. იდი ჯერ ცოტა წინ და აი გაჩერე.
გზა არის, შაკო არ არის. ხო ხედავ, სუნამქერზე ხარ. აი ესე ქვებს უნდა გაყვე, მარჯვნივ და გზა არის იქით. მარჯვნივ. ანუ ეს ნამქერი რო გადავიაროთ რა. აი ქვები და ქვებისგან მარჯვნივ დადექი და გაყევი რა. მიდი. ლიშბი ახვიდე იმ ქვებამდე. არ არის პრობლემა, მიდი ხა. და მე მაგზას უნდა გავუწე. ეს ხო იცი რომელი გზაა? შენ რო ჯალოთი დაუგე უცხო. ო, ახსოვს მიდი მაშინ. ჯალო შენ შემიკეთებელი რა. იყო ახალგაზრდები ვიყავით, შეგვეძლო მაგდენი. მაგარი. ერთი ვარიანტი გვაქვს, თუ აქედან ვერ დავდგებით, ქვების იქიდან უნდა დავდგეთ. დიდი ალბათობით დავდგეთ. მე ალბათ ქვების მარცხენა მხარე უნდა დაიჭირო, აი ესე. ხო. მარცხნევა იღე კიდე. კარგად მიდი. არა, თოვლზე, ნამქერზე, ალახში მოუშაობს. ვარა და გვაქვს კიდე რესურსი დაუშვებთ დოლერებს. უნდა გადავიდეთ, მიდი. ვარ დაიღალეთ. აკაური ჰაერი ჯანმრთელობისთვის პირველია. ელნელა გადატეხე ახლა მარცხნივ. შენი 2.800 ჩემ გარეშე. დისკები რამდენი კილოა დისკი შენი? 9 კილოა ერთი დისკი? ამოიღე მარჯვნივ ცოტა. მარჯვნივ ცოტა აქეთ აიღე. აი მას. კიდე მარჯვნივ. აი. ეხა შენატვე ჩაიზეიარე უკვე გეყოფა. ჰა? 96 კროულინგის კოეფიციენტი პლუს. როგორ? ავტივარ 400 ბრუნზე. ხო. ლოუს პირველით. გადაცემა რა გაქვს? კროულინგის ინდექსი არის 96. ხო და შენ მოიგებდი მაშინ, რატო არ დაწერე? სწორად მიდი ხარ, აი ესე, ხო ცოტა მარცხენა მხარე აიღე. დანამქრული რო არო იქ არ მოხდე. აი ქვებთან ახლოს მიდი ცოტა და იქიდან მოვული. აი ესეთი რაღაცი. აი ეს არის გზა წესით. ეს გზა სულ გადანამქრული. საკმაოდ ღრმა თოვლია და ვდგევართ ნამქერზე. აი ეს კაი პერიოდია რა. აი რო ვიძახდით მეგობრებო, თოვლის სიმყარე. ეს არის თოვლის სიმყარე. როდესაც შედიხარ და ზომავ თოვლის სიმყარეს. ხანდახან არის რომ არის თოვლის სიმყარე. 8, 9 ესეთი განზომილებით ხან 12, ანუ 10-ის ზემოთ მეტნაკლებად უკვე ვდგევართ. ბეკას ქონდა 100? ბეკას უფრო მეტი დადაბლება აქვს? ბეკას ავტომატური კოლები აქვს და 100 გრამს. შენი მექანიკა. ბეკა იგი. აბა ეხლა ივაშკაც შენიც როგორ ახლა. იწყება აღმართი. აქამდე ისი არის. ხო, მაგრამ ისი არა. ცუდია რომ აი ვიდეოთი ვერ გადმოვცემთ ამას. სიმაღლეს, დახრილობას.
მაგრამ რა кай ჰაერია. აქ თავიდან იბადები რომ ამოდიხარ. გზა ხო იცი რომელია ეხლა? მე აქ დაბადებული კი არა ვარ. აი, ქვებს ხო უყურებ. ქვების მარჯვენა მხრიდან უნდა დადგე. გზა არის იქით, მარჯვნივ. მარცხნივ მეტი ნამქერია. თუ შეძლებ, დადექი და მარცხენა მხარის საბურავები, აი ქვებთან დააყენი ახლოს. აი მაღლა უნდა ახვიდე რა, აი ქვების ზემოთ უნდა დადგე. შუაში რო ქვებია. სად მიდიხარ? სადი აბა თუ ახო. ატეხი მარჯვნივ, ატეხი აბა ცადე ნელ-ნელა. თუ არ და მე ნელ-ნელა მარცხნივ გადახარ. რას იზავს ჩვენი სანაკებო ოქრო, აბა მიდე. მარცხნივ. საღოლ. პრობლემად აიარა. კი. აი ეს არის სწორი სიარული. მოგონი უნდა მის. რატომ? ორივე ჩარს სხვადასხვა ლოკაციას. ერთად არ მოდიო მე. ხელაზე რო ერთვანჯი რა. ჯაბა ჩაჯდა და ის წითელი რანგლერი ის. ურასამო, არა და რა გზაა შეხედე. აუ. აუ. არ მინდა უკან მიბრუნება. იქნებ ამოვიდნენ. ცოტა ხანი დაველოდოთ რა. ესე რამდენჯერ მიბრუნებულ ვართ უკან და ადგილზე რომ ამოსული დაგვხვედრია რა და. თუ ვერ ამოვიდეს სხვაზე რა გქონდა. ო რა თქმა უნდა. შენაერი დინჯი არც ერთი არ ამყავს. ეს დინჯი ტექნიკური ტრეკი გვაქვს. კი, ეს არის ჩემი საყვარელი ტრეკი. გაიგი ახალი ამბავი. დარჩნენ ისინი ორივე სხვადასხვა ლოკაციაში ჩავარდნენ. აბა. წამოიქნებ ამოვიდნენ, წამოდი და მე თუ რამეა მივტრიალდებით. უსუფთავესი ჰაერია. აქ ეხი სიარული აქ არის ერთი სიამოვნება. ბედლოქის გარეშე. საღოლ დავით. სად მიდიხარ ლაშა? დარჩი არ წახვიდე რა. არა, უნდა ჩვენი ძმების დასახმარებლად მივდივარ. რა ვქნა? აკაც მინდა და ინგლისს უეჭველი უნდა დავეხო. ადი თქვენ გაერთეთ, სადამდე ციგით ივლით, აი ვიდეო გადაიგეთ მე YouTube-ზე გიხო. აბა ჰე, მაგრამ იქნებ უცბათქნა და ამოტრიალდეთ. არა, მგონია ხო უცბად რა ამბობს ოისი. უცბად ვერ ამოვიდა. აი დარეკეთ რა რო გადახვალ სამშვიდობოს.
ოჩკა. ეგ რამ ხელაზე ვდგებოდ ჩვენ ახლა. ორჩით სამი მანქანა. არჩა გიქრეს. ოჩკა. სარას გიჩვენებს. გზაზე ვართ. მარცხენა მხარეს არის გზა. აი, მოჭკაც გამიშთ. ოჩკაზე მოჩანს. მანახეთ ვაღინა შემოულიო. მე მგონია რომ გადაჭრილია. არა, ხლიან. კლიანი ჩავარდები მარცხნივ. სააკეთ არის მარცხნივ. სადუიდი ვართ ახლა. საერთოდ არაფერი არ ჩანს. არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. აი ანზა. არც აღმართი, არც დაღმართი. მაგას ვიძახი რომ არაფერი არ ჩანს. მოვედით ახლა გადმოვედით და ტრეკი გვიჩერებს გზას ეს. თუ ვიპოვით, ო კარგი, თუ არა და არ ვიცით, უნდა მოვიფიქროთ რაღაცა რეალურად. ძალიან დიდი ნისლია. ფაქტობრივად არაფერი არ ჩანს. აქეთ ხარის უკვე განამქერებულია ყველაფერი და ვერ ხედავთ გზას. მოვიდნენ აბა აქამდე და აქედან ყველაფერი თეთრია. ხო ბევრგან ვარ, მაგრამ ესეთი ამითი არ შეხვედრ. ერთ-ერთ შეხვდა რაზმიძე ძალიან მაგარი მისი. ნუ ნისლი ხო. რაზმიძე საშიშროება გადავარდის გადმოვარდის დაკუფლო ის გამოვიარეთ ის საშიშროება რაც იყო მარჯვენა მხარეს რო იყო დიდი ამოთხრილი. ერთხელ მანდ გადავიარეთ და რამის ჩავართით. საერთოდ არ ჩამო. წეღან რომ მეუბნეოდი ესე ფეხით ვეძებთ ტრეკით გზას. იმიტომ მიყვარს რა ეს გზა. ო რა არის ხა მაგარი ადრენალინია. ადრენალინი და ჰაერია. უსაფრთხოა და ეს გასულა წყალი ვორეეთია მაგას და არ გაეთიშა და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური სასიარულო. აქ არ არის გაუყარე. საკმაოდ გამოხდება. რანგლერის ტემპერატურის ზეწა. უბრალოდ თერმოსტატი შეუწყო. მოკლედ საკმაოდ საინტერესო ვიზიტით. აი აქ ამოვედი ფეხით. რეალურად მეორე გზას მიჩვენებს. Google და ოსმენს ერთმანეთამდე. რა ვიცი.
ნაკლები როგორღაც იქნება. ესეთი ხილვადობა. აქედან 35 მეტრში არის გზია დაბოჭკურის გზა. მაგრამ რეალურად არაფერი გზა არ ჩანს. თანამქერებულია ყველაფერი. საკმაოდ მოჩვენებული. ერთად კაი გასართობი იყო. მისლი როგორ გვიშლიდებს ხელს. იდეალურად ვერ გავიდოდით. რა სიტყვება? მისლი გვიშლის ხელს. გზაზე ზუგსაუბრობთ. არჩენილი ვართ მაშინ აქ 1-2 დღე. მაგრამ გზის გაფუჭებებს არ ვართ. ბევრი თათბირის მერე გადავწყვიტეთ, რომ მოუბრუნებულიყავით, იმიტომ რომ ერთი ზემოთა გზა იყო, რომელიც მთლიანად გადანამქრული იყო და ქვემოთა გზაზე ჩავედით თუ არა, ეგრევე ჩაგვაცურა იმ ხელა ნამქერში მეტი რო არ შეიძლება, არ ძრება, ჯალო რო ქონა გამოგვიდეთ ყო მაწია. გავიდეს, გაჩერდეს და მე ვიტყვით. აქაც დაინიშნა და მოვდივართ ნელ-ნელა ფრთხილად. ჩვენს დასიარულები იმხელა კვალია ნაბუქსავები, რომ მეტი არ შეიძლება. ძალიან მაგარი იყო რა მოკლედ, ეს ნისლი რო არ დაგწეოდა გზაში, სასწაულად ვიარეთ ყველა. მშვიდობოზე სამი მანქანა ვიყავით დარჩენილი. რაც დავიძარით